მოგესალმებით, პატრიცემულო საზოგადოება. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მრჩეველი, პოლიტიკური მრჩეველი, ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. ქალბატონი ფიქრია დაიკავებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც აქტიურად ჩართული არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ალბათ ბუნებრივია, რომ ჩვენ თანამშრომლობა სწორედ ქალბატონ ფიქრიას თხოვეთ, გამომდინარე მისი ძალიან შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსულიდან. ქალბატონი ფიქრიას მე მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩართულები ვიყავით ყველანი პოლიტიკაში და შემდგომაც ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ქალბატონი ფიქრია იმუშავებს უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებაში და ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს. მე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენ სრულ ღირებულებით თანხმობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ ერთნაირად უყურებთ იმას, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა ბუნებრივია იქნება ერთმანეთის შემსები, იმიტომ რომ ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი. ახლა ქალბატონ ფიქრიას გადავცემ სიტყვას. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს თბილი წარდგენისთვის და უპირველეს ყოვლისა იმ შეთავაზებისათვის, რომელიც არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ამ 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ ძალიან ახალგაზრდები. ჩვენ მაშინ სავსე ვიყავით იდეალებით, ეს იდეალები უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისუფლებას, მის დამოუკიდებლობას. გავიდა 30 წელი, ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ სამწუხაროდ ამ გზაზე. ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომ მე მიმეღო პრეზიდენტ მარგველაშვილის შემოთავაზება, გამხდარიყავი პოლიტიკური მრჩეველი პრეზიდენტის ინსტიტუტში, განაპირობა სწორედ იმანაც, რომ მე ვფიქრობ და მარტო მე არ ვფიქრობ ასე საქართველოში, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში, არა მარტო დღევანდელ ხელისუფლებაში, ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ადამიანი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, ეს ნაბიჯები არის წარმატებული და მომავალში იმედი მინდა ვიქონიო, უფრო წარმატებული იქნება სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ მართლაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც სახელისუფლო შტოები იქნება მართლაც სერიოზულად ურთიერთდაბალანსებული, შეიქმნება გარემო იმისათვის, რომ არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, არსებობდეს თავისუფალი მედია და არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდეს მას ამ კუთხით და არსებობდნენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დამყარებული იქნებიან სოფლმხედველობაზე, ახალ იდეებზე, ახალ პოლიტიკურ ხედვებზე და არა იმაზე, რაზედაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე მთელი საზოგადოება. მე ბუნებრივია ძალიან დიდ პასუხისმგებლობად და პატივად მიმაჩნია ეს შემოთავაზება და აი ამ გუნდთან ერთად მუშაობა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალღონ ეს არ დავიშურებ, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდეს წარმატებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატება იქნება თითოეული ჩვენთაგანის საქართველოს წარმატება. ბუნებრივია, მე აქვე მინდა ვთქვა, რომ თქვენ გაინტერესებთ, მე მოქმედი პოლიტიკოსი გახლავართ და ჩემი მიმართება ახალ მემარჯვენეებთან, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, რომელთან ერთადაც მე ძალიან მნიშვნელოვანი გზა და წლები გამოვიარე, ბრძოლის, გამარჯვების, ხანდახან შეიძლება მარცხისაც, მაგრამ ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი წლები.
ცხადია, როდესაც მე შემოთავაზება მივიღე, პირველი კონსულტაციები მე მქონდა ჩემს თანაგუნდელებთან, ჩემს მეგობრებთან. 2 დღის წინ, შაბათს, მე მქონდა ასევე გაფართოებული შეხვედრა ახალი მემარჯვენეების მთავარ საბჭოსთან და მინდა გითხრათ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი არა მარტო გაგებით შეხვდნენ ამ ამბავს, არამედ სერიოზული თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩემს ამ ნაბიჯს, ჩემს ამ გადაწყვეტილებას, იმ გზას, იმ იდეებს, რაზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ბუნებრივია მე მათ წინაშე მოვიხსენი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ამ ამპლუაში, პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში ბუნებრივია მე ვაჩერებ ყველანაირ პოლიტიკურ პარტიულ მოღვაწეობას და არანაირი პარტიული დღის წესრიგით მე აწი აღარ ვიმუშავებ, ცხადია, მაგრამ ბუნებრივია ეს ნიშნავს იმას, რომ მე არა მარტო ჩემს თანაპარტიელებთან, ახალ მემარჯვენეებთან მექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, არამედ აი ეს პოლიტიკური ამპლუა მაძლევს შესაძლებლობას პირიქით არის მოწოდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა მთელ პოლიტიკურ სპექტრთან, ქართულ საზოგადოებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში განვახორციელოთ ის იდეები, ის იდეალები, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობდით და რომელიც თითოეული ჩვენგანის გულსა და გონებაში ამდენი ხნის განმავლობაში არის და იმედია, რომ ეს ყველაფერი რეალიზდება ძალიან მალე და უახლოეს ხანში.